Andros რაც შეეხება, არ ვიცი, დღემდე ჩემთვის იმდენად არანაირ ლოგიკაში, არანაირ ლოგიკურ ჯაჭვში არ ჯდება Andros-ი ყოფნა, ბევრი თავიდან რაღაც თითქოს ის ვიფიქრე, თითქოს ეს ვიფიქრე და თქონდა ეგ ვერსიაც ყოველთვის არის ტვინში, რომ ეს გამორჩეული ადამიანი არჩიეს თუნდაც თეატრის და კინოს მსახიობი. და ხო თუ ესეთ ადამიანს ვიჭერთ, ყველას გეშინოდეთ, მაგრამ ხო, არანაირ ლოგიკურ ჯაჭვში არ ჯდება პრინციპში რა თან, იმიტომ რომ ამასთან ერთად ისეთია ანდრო, რომელიც აი ძალიან ხშირად მქონია მე ესეთი შემთხვევა, რომ როგორი პოლიტიკური წამსის ადამიანსაც არ უნდა ველაპარაკებოდე. აი ანდროზე რომ მივდივართ, რაღაც კონსენსუსია რა, ვერაფერს ვეღარ ამბობენ და თანხმდებიან, რომ ხო, ძალიან დიდი შეცდომა ანდრო იქ არ უნდა იჯდეს. ანუ ამ ხელ არასწორი გათვლაც არის მაშინ რაღაც. აი ეს ბოდიშის შეთვლა რას ემსახურება თქვენი აზრით? აი ხო იყო რაღაც თავად ბიჭებმაც ისაუბრეს ამას, რომ ბოდიში მათი მხრიდან არ იქნება არც იმის აღიარება, რაც არ გაუკეთებიათ, მაგრამ როგორც ჩანს რაღაც გზავნილები მიდის, რომ მოინანიეთ, გამოგიშვებთ. ეს თავის მხრივ იმაზეც მეტყველებს, რომ ესე იგი ეს ადამიანები საშიშები არ არიან, ხო? ამასაც ეს შემთვლელიც ადასტურებს, ხო? მაგრამ აი თავად ეს ბოდიში რაზე მეტყველებს? ანუ თვითონ ჩიხში შევიდნენ, როგორ ფიქრობთ? მე მგონია, რომ ეს პროცესი მთლიანად ამ ბიჭების პროცესები მათთვისაც პრობლემა არის, მთავრობისთვისაც პრობლემა. მე ესე მგონია, იმიტომ რომ საზოგადოებაში აშკარა უკმაყოფილება არის ამ საკითხთან დაკავშირებით. მართლა შავით თეთრზე პროცესებია და ამას ყველა ხედავს. ახლა შეიძლება ვიღაცა არ იმჩნევს თვალს ხუჭავს, ცდილობს ამაზე არ ილაპარაკოს, მაგრამ ყველას აქვს ეს განცდა, რომ ძალიან დიდ უსამართლობასთან გვაქვს საქმე. ამიტომ არ ვიცი, შეიძლება ცდილობენ, რომ რაღაცნაირად მოაგვარონ სათავისოდ ეს პრობლემა, თუ ესენი აღიარებენ ამ არ ჩადენილ დანაშაულს. მაგრამ ეს არ იქნება. ფაქტია. ხო, აი თქვენს აღნიშნეთ ანანო, რომ ანდროს შემთხვევაში თუნდაც არის კონსენსუსი, ხო, რაც უნდა სხვადასხვა პოლიტიკური წამსი ჰქონდეს ადამიანს, ვერავინ ამბობს, რომ ანდრო შეიძლება იყოს კრიმინალი და ასეთ პირობებშიც კი ჩვენ ნახეთ ძალიან დამთრგუნველი სურათი, როცა სოლიდარობის ღიად გამოხატვის ნაცვლად რაღაც გაუგონარ და გაურკვეველ შოუში ვიხილეთ ანდროს და თქვენი კოლეგა, რასაც მოყვა კრიტიკა. საუბარია შოუზე ვინ არის. მე აი ამ კონტექსტში მინდა უბრალოდ კითხოთ ყველას რაღაცა ვიწროდ ამ შოუს შესახებ. უბრალოდ ამ პროცესებმა პირადად მე დამანახა ნამდვილად ვინ არის, რაღაცნაირად თავი გამოავლინეს ადამიანებმა და აი ზუსტად ამის შეფასება მინდა გთხოვოთ, თუნდაც თქვენ სფეროში ჯერ ერთით წარმოუდგენელი იყო ის სოლიდარობა, რაც თეატრის მხრიდან ვიხილეთ, მაგრამ რატომ ვერ შეძლეს ეს ერთეულებმა? აი რა არის ეს ცდუნება, რა ხდება ასე დროს? ხო, ისეთი კითხვაა. სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს მე ეს ხალხი და ვინ რას აკეთებს, ხო, მათი გადაწყვეტილება აბსოლუტურად ჩემგან შორს. და მე ვინც მაინტერესებს ის ადამიანები, თუნდაც ანდრო თავის აბსოლუტურად სხვა გზით და თავის შეგნებული და ღირსეული გადაწყვეტილებებით ამასაც ვხედავთ, მოკლედ, ანუ რაღაც საშკარაოსია. შეიძლება თქვენ ციხესთან იყავით, ხო? მე ვიყავი ანდროსთან სახლში. ოჯახთან და აი რას ფიქრობთ, თუნდაც თუ ის უყურებდა ამ ყველაფერს ამ შოუს, მისი ხასიათიდან გამომდინარე რა რეაქცია ექნება? შოუს? აი ანდროს ხასიათიდან გამომდინარე ვამბობ, რომ აი არ მინდა, ხო, რა ძალიან ანდროს ხასიათიდან გამომდინარე. ონისესგან მოვისმინეთ სხვათა შორის სასამართლოში, შეიძლება მოსამართლის უკან ერთ-ერთი მომღერალი აღმოჩნდეს, ანუ ვინ არის. პრინციპში შოუს ელემენტები დახუნძლულია ხო სასამართლოდ.